მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასია პროგრამულ ვარსკვლავები გვამსვლობენ მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ საგარელი თქვენთან ერთად ვარ კიდევ და იმედია რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად და ვისაუბრებთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე ანუ ასტროლოგიაზე რამდენიცები ამოსაოდნელი უახლოეს ეთკვირაში საუბარია 2-8 მარტის შუალედშივი არასტროლოგიურ პროგნოზზე და სამწუხაროდ ვერ გაუძლეს ასე ვთქვათ ხარებმა აი ამ რთულ პერიოდს, რომელსაც ქვია დაბნელებების დერეფანი, იცით თქვენ ახლა გავდივართ ამ დაბნელებების დერეფანს, 17-ში იყო მზის დაბნელება, ახლა 3-ში გვაქვს თვარის დაბნელება, ეს ორკვირიანი ზოლი არის დაბნელებების ეგრეთ წოდებული პერიოდი, იცით თქვენ. და ტრადიციულად 26-ში კიდე დაემატა ამას რეტროგრადულობა პლანეტა მერკურისა და გარკვეული არა ისეთი დამძაფრი, მაგრამ მაინც არის აღლუმი პლანეტების, ახლო არიან პლანეტები ერთმანეთთან. ეს დამატებით ასე ვთქვათ დაძაბულობას ქმნის 27-28 კი იყო დაკავშირებული იმასთან, რომ პლანეტა მარსის დაძაბულობა პლანეტა ურანთან მათი კვადრატურა ეგრეთ წოდებული ეს რას უყურია საომარი ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი ასპექტია აი ამან ერთად მე მაინც ესე ვთვლი განაპირობა ისაც ახლა მოხდა ირანთან დაკავშირებით გულისხმობს შეტევას ისრაელის შეერთებული შტატებისა ირანის საწინააღმდეგოდ და სამწუხაროდ ვერ გავიარეთ აი ესე ვთქვათ კაცობრიობამ ვერ გაიარა ეს დაბნელებების დერეფანი ომის და ასე ვთქვათ სხერფლის გარეშე ძალიან სამწუხარო ეს ამბავი იმიტომ რომ ეს შემდგომ შეიძლება კიდევ ახლა რადგან ეს დაბნელებებს შორის მოხდა არა გამორიცხული რომ ესეთი სერიოზული მსხვერპლი დაპირისპირებები მე კიდე გაგრძელდეს 9 წლის განმავლობაში შემდეგ დაბნელებებამდე რომელიც უკვე აგვისტოში იქნება ამიტომ ეს ტენდენცია უკვე შესაძლებელია საკმაოდ არასასურველი და არასასიამოვნო იყოს ეხლა მოდი ამშვიდ რა ტენდენციები აქვს ამ კვირას ესე პირველ რიგში ჩემი თხოვნა ანუ ზოგიერთი ძალიან ისეთი მგზნობიარე ადამიანი უკვე დღესაც იგზნობს ამოს მაგრამ ძირითადად ხვალ და ზეგ აი ეს ორი დღე გავიაროთ მოდით ყურადღებით და ფრთხილად იმიტომ რომ სამშაბათს ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელების მძიმე დღე რომელიც თან გეომაგნიტური ენერგიებით არის ახსოვს და ტრადიციულად ეს მძიმე დღე იმიტომ რომ აქ ყოველთვის ამით დაიხურება დაბნელებების დერეფანი მაგრამ თავარი ახლა კუდი არ მოიქნევს ამ დაბნელებების დერეფანმა როგორც ირან-ისრაელის დაპირისპირებაში მოხდა ამიტომ ვიყოთ ცოტა ყურადღებით ფრთხილად ხვალინდელი ზეგინდელი დღეები გავიაროთ ფრთხილად ზოგიერთს აქ უბნელდება ტვინი ზოგიერთი არაადეკვატური ხდება ესე დროს და რას ვქველია კონფლიქტების დაპირისპირებების ალბათობა ესე დროს ტრადიციულად მატულობს ამის გარდა ჯანმრთელობას გავაფრთხილდეთ მაქსიმალურად იმიტომ რომ დაბნელება ხდება ქალწულის ზოდიაქოში ქალწული კი მართავს სწორედ ჯანმრთელობის ზონას ამიტომ მე ვთხოვ ყველას მათ შორის სამედიცინო პერსონალს გადაამოწმონ ნებისმიერი დიაგნოზი გადახედონ აპარატურამ არ შექმნას პრობლემით რომ უკვე რეტროგრადულია მერკური და ეხლა შეიძლება სამედიცინო აპარატმა წაურიოს იმიტომ ძირითადად ყველაფერი ას ტექნიკასთან არის და პროგრამულ სისტემასთან დაკავშირებული ეხლა უკვე რეტროგრადულობასთან დაკავშირებით პლანეტა მერკურისა შეიძლება მათ პრობლემები შეექმნას აურიოს ჩვენებები არ მოგწეს ზუსტი ეს ტენდენციების მოსალოდნელია და ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილე ამ კუთხით ყველას მართებთ რათა ვთქვათ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე გავიაროთ ფრთხილად წინდახედულად არ აყვეთ პროვოკაციებს გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დავიწყოთ ჯობია ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობით შემოვიფარგლოთ მაქსიმალურად დავიცვათ პარიტეტი ყველა სახის ურთიერთობებში აი უკვე 4 რიცხვიდან კი ბატონო 4 რიცხვიდან უკვე პოზიტიური ტენდენციები ახლა მართალია ისიც მინდა გითხრათ რომ დედამიწა რადგან პოზიტიურ ენერგოველში შედის ის დაგვეხმარება იმაში რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღეც მეტნაკლებად უფრო მშვიდად გავიარო და არა სერიოზული პრობლემებით მაგრამ მაინც ეს ტენდენციები არის და ეს გავითვალისწინოთ აი 4 რიცხვიდან უკვე დედამიწის პოზიტიურ ენერგოველი ხელს შეუწყობს გაცილებით მეტად წარმატების მიღწევას აქ ნელ-ნელა გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ რაღაც ურთიერთობებში იყო დაძაბულობა ესეც შემცირდება და მთლიანობაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება სწორედ ზონა რომელიც 4 მარტიდან დაიწყებს ამოქმედებას იმიტომ რომ აქ პოზიტიური ენერგოველი ყველანაირად დაეხმარება ადამიანებს წინსვლასა და განვითარებაში მაგრამ იქამდე მთავარია ჩვენ აი ამ კუდის მოქნევის წინაშე არ აღმოჩნდეთ დაბნელებების პერიოდისა ამიტომ ხვალინდელი ორშაბათი და ზეგ სამშაბათი ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ განსაკუთრებით კი სამშაბათი
და მოდით ავშოთ ახლა სხვა მშვენი მოვლენები, რომელიც ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელია კიდევ და უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ეხება. მთლიანობაში, ესე იგი ამ ორი დღის გამოკლებით, ხვალინდელი და ზეგინდელი დღეების გამოკლებით, ვიმეორებ, დანარჩენი დღეები თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია. თუმცა ვერძებმა რა უნდა გაითვალისწინონ? ვერძები ახლა გადიან ეგრეთ წოდებულ დაბადების წინა პერიოდს. ეს პერიოდი იცით, როდესაც თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, მცირდება. ამიტომ ეს ნიშნავს მართალია და პოზიტიური ენერგოველი ამ შემთხვევაში გეხმარებათ იმაში, რომ ეს რთული პერიოდი შედარებით, ასე ვთქვათ, სტაბილურად განვლოთ, უდავოთ, მაგრამ მაინც იყოთ ყურადღებით. იმიტომ რომ ერთ-ერთი სფერო, სადაც თქვენ ახლა გაქვთ სირთულეები, ეს არის ჯანმრთელობა. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აქ შეიძლება იგნოთ, რომ შრომის უნარიანობა კლებულობს. შედარებით ადვილად იღლებით, სხვა პერიოდთან შედარებით, მაგრამ მთლიანობაში სხვა კუთხით პერიოდი კარგია. ამიტომ რადგან აქ არის კიდევ კარგი შანსები 4 რიცხვიდან დაწყებული სხვადასხვა ფორმით, ესე იგი მთავარია რა? ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ, არ გადაიღალოთ ზედმეტად, არ გაცივდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა მხრივ, მოდი ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიტიური შანსები ამ პერიოდს უდავოდ აქვს. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ზოგიერთი პროექტების დასრულება. შეიძლება მოიყვანოთ წესრიგში თქვენი სახლი. რაღაც პრობლემებია ამათაც ასე ვთქვათ, გადაწყვიტავთ, რაც სხვა შორის მორალურმაყოფილებას მოიტანს. თუ ზედმეტად არ გადაიღლა, ახლა რასია ხიფა, რაშია ხიფათი გადაღლისა. დაღლაზე არ მაქვს საუბარი, გადაღლაზე მაქვს საუბარი. თუ გადაიღლებით, მერე უკვე ხდებით უფრო ნევროზული, უფრო სტრესული, უფრო აგრესიული და ამის შედეგად შეიძლება კონფლიქტები შექმნათ სახლშიც, სამსახურშიც და ასე შემდგომ. ამიტომ თუ ცოტა მისცემს ორგანიზმს დასვენების საშუალებას, ემოციურადაც უფრო სტაბილური და მშვიდი იქნებით და მაშინ გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით, გინდათ მრავალფეროვანი საქმიანი კონტაქტების კუთხით, გინდათ დაუშვათ მგზავრობის კუთხითაც კი პერიოდი სულაც არ იქნება ცუდი. ეს ყველაფერი 4 რიცხვიდან. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავებებს ხვალინდელი და ზეგინდელი დღის გარდა, ესე იგი ორშაბათს სამშაბათის გარდა, დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ, ვიდრე თქვენ ენერგოტონუსი ახლა აშკარად უმჯობესდება და ახლა სხვა შორის ყველა ზოდიაქოს ნიშანს მინდა უთხრა, რომ აი დღევანდელი დღე და ხვალ დაახლოებით დღის 4 საათამდე გაუფრთხილდით გულსიძარღვან სისტემას. იგი აქ შესუსტებულია. ამიტომ ზედმეტად აი კიდევ თქვენ მეორე არ გადაიღალოთ, არავით არის სოლარიუმის საუნა, აბანო, არავით არის სიმძიმეების აწევა, ზედმეტი ნერვიულობა და ეს ყველაფერი უნდა გამარიცხოს. იმიტომ რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ, დიდ ზეგავლენას მოახდენს ცუდს და სწორია გულზე და გულსიძარღვანი სისტემა ახლა შესუსტებულია. ამიტომ ამ კუთხითაც გაუფრთხილდეთ ცოტა გულს. ეს ყველანი შესეხება აბსოლუტურად. ეხლა გავაგრძელოთ კუროს საუბრით. კუროს ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ყოველ დღეს მატულობს, ამიტომ მისი შრომის უნარიანობაც უფრო ძლიერი ხდება, ფსიქოემოციურადაც ეს ნიშანი თანდათან უფრო მშვიდდება, წყნარდება და გარკვეულწილად ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ უკვე გეძლევათ სურვილი იმისა, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლეების ახალი შეიძლება პერსპექტივების პერიოდი. რეფორმების დრო, ერთ სიტყვით რო ვთქვათ, კუროებო თქვენ მაინც არ გიყვართ რეფორმების სიახლეები, ამას გაურბიხართ, მაგრამ ამჯერად კოსმოსი ამას ითხოვს სწორედ თქვენგან და აგეთან გამომდინარე, კარგია პერიოდი. კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, სწავლისთვისაც კი აქ შეგიძლიათ ახალი კავშირები ჩამოაყალიბოთ, ახალი საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ახალი საინტერესო იდეები შეგექმნათ და ამასთან ერთად ახალი მეთოდოლოგია შექმნათ, ინტერნეტთან რა შეიძლება მეტი კონტაქტები, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა, შეიძლება ახალი მეგობრული წრეც შეიკრას, ყოველ შემთხვევაში რაც მეც სიახლეებს შემოიტანთ, შეიძლება იყოს ახალი ვალსკნელობა, ახალი თანხმობელი, ახალი დაუშვათ პრინციპი ურთიერთობებისა სხვა ადამიანებთან, ანუ რაც მეტი სიახლეები იქნება, მით უფრო წარმატებული იქნებით უკვე ამ პერიოდში. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ესე იგი ორშაბათის, სამშაბათის გამოკლებით დარჩენილი დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ. ერთადერთი თქვენც ისე როგორც ვერც ეხლა ცოტა შემცირებისკენ აქვს თქვენს ენერგოტონუსს აქვს და ამიტომ ცოტა მოდი ასე ვთქვათ, ნუ გადაიღლებით. აი ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენ აგიშლით ხელს
იმიტომ რომ აქაც თქვენ თუ გადაიღალეთ, მე შესაბამისად ვეთად დაუშვებთ. მე უფრო სულ სწრაფი გახდებით, რაც კიდევ მეტ შესაბამისად დაგაშევინებთ. ამიტომ ჯანმრთელობას ყურადღება გადაღლის გარეშე მოქმედებთ, მაშინ სხვა კუთხით პერიოდი არ არის ცუდი, მასაა გარკვეული კარგი შანსები, ოღონდ ვიმეორებ 4 რიცხვიდან. აქ მაგალითად შეიძლება კარიერული განვითარების პერსპექტივები გაჩნდეს, ფინანსურ სფეროში შეიძლება რაღაც სასიკეთოცილებებიც გამოჩნდეს, საქმეშიც საინტერესო იქნება ცვლილებები, პერსპექტიული წინადადებები შეიძლება მიიღოთ, ზოგიერთი გეგმა, პროექტი შეიძლება განახდეს, ან რაღაც თავიდან დაიწყოთ კიდეც და იქნება ეს ასევე კარგი, რაც მორალურ და მატერიალურ შეც კმაყოფილებასაც მოიტანს, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელებთან, ესეც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და მეტად წინსვლას. ამიტომ 4 რიცხვიდან ჯანმრთელობის გარდა ყველა სხვა, ასე ვთქვათ, სფერო ცხოვრების საკმაოდ კარგია. ამიტომ თუ ჯანმრთელობას გავაფრთხილდებით და არ გადაიღლებით, სხვა კუთხით უდავოდ არ არის ცუდი პერიოდი. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენთვის, ჯერთიან ტონუსი გაქვთ მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქომოწვრად უფრო მშვიდებით, ოღონდ ხვალ და ზეგარა. ეს 2 დღე მაქსიმალური სიფრთხილე, იმიტომ რომ თქვენ ახლა იცით, რომ აქ სავსე მთვარეობაც არის და არა მარტო მთვარის დაბნელება, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ რეაგირებთ ძალიან მთვარის ენერგიებზე და ზეგავლენებზე და ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ხვალზე ეს 2 დღე ფრთხილად გაიაროთ. არ აყვეთ ზედმეტ ემოციებს, არ აყვეთ პროვოკაციებს და ასე შემდგომ არაფერი მნიშვნელოვანი ახალი არ დაიწყოთ. მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან ძალიან კარგი პერიოდია, აქ ახალი შესაძლებლობების დროა, აქ შეგიძლიათ საკუთარი მიზნების, სურვილების მეტად რეალიზაცია, მხარდაჭერას მეტად იღებთ ირგვლივყოფი ადამიანებისგან და აქვე უშუალოდ რომ ეს ის პერიოდი, რომ სულისას ინტუიცია ძლიერდება, ამიტომ წარმატების ფაქტორი მოემატებს. უკვე 4 რიცხვიდან ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. უცხოელებთან შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, უცხოენა უფრო ადვილად შეგიძლიათ აითვისოთ. ერთ სიტყვით, საკმაოდ საინტერესო კარგი ცვლილებების პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს თქვენს უფრო მეტად განვითარებას და წინსვლას. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება, აქაც თქვენ მთავარი პრობლემა გაქვთ რა? აქ 2 პატარა პრობლემა. პირველი ეს არის ჯანმრთელობა. ერგოტონუსი აშკარად უკვე მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით. დაიღალეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ. ეს არის მთავარი, იმიტომ რომ მაშინ უკვე არაადეკვატურად იმოქმედებთ და შესაბამისად მეტად დაუშვებთ გადაღლის პირობებში. ამიტომ ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება, ცოტა მეტი დასვენება, ცოტა მეტი ძილი აღდგენის საშუალება მიეცით დახარჯულ ენერგიას. მაშინ თქვენი მოქმედება უფრო ნაყოფიერი იქნება და მეორე, ეს არის ენაზე კბილის დაჭერის აუცილებლობა. სამყარო ახლა თქვენგან ითხოვს სწორედ ენაზე კბილის დაჭერას, საკუთარი საიდუმლოს დაცვას. რას აპირებთ, სადმე დიხართ, რა გეგმები გაქვთ, ვინ მოგწონთ, გაჩუმდით. არ გათქვათ ეს ინფორმაცია, მაშინ იქნებით უფრო წარმატებული, რომ სხვა მხრივ, ამ 2 ფაქტორის გარდა, სხვა მხრივ პერიოდი უდავოდ კარგია. იგი სხვაჩვენს ხელს უწყობს, აი მაგალითად ზოგიერთი საქმის ან ურთიერთობების დასრულებას, თუ გზნობთ, რომ დაუშვათ ეს უკვე ამ ყველაფერმა მოჭამა თავისი დრო და საჭიროა რაღაც ახალი. კი ბატონო, სხვაჩვენს ეს გარკვეულ თავისუფლებასაც მოგიტანდა, რომ თქვენ შვებით ამოისუნთქებთ. როცა ესეთ ასე ვთქვათ ძველ რაღაცებს გაისტუმრებთ, რაც გიხლით ხელს. ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს სხვაჩვენს თქვენ ინდივიდუალურ პროექტებში ჩართვას, ან შემოქმედებით ინჩის და უნარის მეტად გამოვლენას. ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გაერკვეთ ფინანსურ საკითხებში, მათ შორის მემკვიდრეობის საკითხებში და აქაც სხვაჩვენს წარმატების ფაქტორი გექნებათ მეტი. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება წარმატებული, მაშინ როცა ენას კბილს დააჭერთ და საიდუმლოს დაიცავთ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთ შეიძლება აქ ახალი დაუშვათ ინტიმური კონტაქტები დამყარდეს, ან ძველი ინტიმური პარტნიორის დაგებრუნდეთ. ოღონდ შემთხვევაში ამის ტენდენციები აქ არის. აუცილებლობა არა. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება. ამიტომ პერიოდი კარგია, ყოველ დღე მატლობს თქვენი შარმე, მიზიდულობა, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა. ამიტომ ეს არის ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციის დრო. ოღონდ ეს ყველაფერი იცით თქვენ 4 რიცხვიდან, ხვალ და ზეგარა. ეს არის პერიოდი, რომ ხელს უწყობს შემოქმედებითი ინჩის, შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი კარგია თანამშრომლობისთვის და ურთიერთპატივისცემა თანამშრომლობის დროს იქნება თვალსაცემი. ამასთან ერთად ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ კარიერულად, სერიოზულად წახვიდეთ წინ. მეგობრები და კოლეგები მაქსიმალურად გეხმარებიან, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსურადაც კი. რაც სერიოზულად წაწევს თქვენს ბიზნეს საქმეებს, საინტერესო პროექტებს და ასე შემდგომ.
საჭიროა კარგი დროა უკვე 4 რიცხვიდან არა მარტო პარტნიორული და ბიზნეს თანამშრომლობისთვის, არამედ ქორწინებისთვისაც კი. რაც შეეხება უკვე სასწორე ზოდიაქოს ნიშნავებულებს სასწორე უპირატესობისა, აქაც თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა. სხვა მხრივ პერიოდი კარგია 4 რიცხვიდან, ესე იგი ხვალზე ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ ორ დღეს. 4-დან უკვე წარმატების ფაქტორი მოიმატებს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ეცადეთ არ გაცივდეთ, მაინც თბილად უნდა გეცვათ, ხედავთ ამინდები როგორი ცვალებადია და ასევე ეცადეთ, რომ აქ უკვე ზედმეტად არ გადაიღალოთ. დაიტვირთეთ ოღონდ გადაღლის გარეშე. სამაგეროდ პერიოდი კარგია, საინტერესოა კარიული განვითარებისთვის. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს კარიულ განვითარებას. და აქ გაქვთ შინაგანი ისეთ სურვილი გემატებათ იმისა, მაღალი პატივმოყვარეობის ფონზე, რომ უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ადგილი დაიკავოთ საზოგადოებაში, ამ პროფესიონალურად წაიწიოთ წინ. ამასთან ერთად გამოჩნდებიან სხვათა შორის საკმაოდ ისეთ სანდო გავლენიანი პირები, რომელიც მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გეხმარებიან. შეიძლება პარტნიორების მხრიდან მიიღოთ გარკვეული დახმარება, აი როგორც პირადი ურთიერთობებიდან, ასევე ბიზნეს პარტნიორული საქმიანობიდან. ეს პერიოდი ხელს უწყობს უფრო მეტად გაფართოებას თქვენი გავლენის სფეროსი, შესაძლებლობებისა, რაც უდაოდ კარგია. სხვათა შორის, იმისთვის რომ მოაწესრიგოთ თქვენი აზრები, იდეები, შეიძლება თქვენი სახლი, შეიძლება თქვენი საქმეები, შეიძლება თქვენი ურთიერთობები, აი იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, დაალაგდეს თავის ადგილზე, ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თავარი პრობლემა თქვენი არის ჯანმრთელობა. აი მას მეაქცეთ ყურადღება. სხვა მხრივ პერიოდი ცუდი ნამდვილად არ არის. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება ერთ-ერთი ფავორიტია. ამ კვირისა საინტერესო პერიოდია უდაოდ თქვენთვის. მორიელებო, ოღონდ ხვალზე ორშაბათი სამშაბათი ფრთხილად. 4 შაბათიდან ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს. აქ იმუნიტეტიც უფრო მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, უფრო აქტიური გარკვეული ხდებით, შრომის უნარიანობაც მატულობს და ფსიქოემოციური სტაბილურობაც წინა პლანზე წამოიწევს. აქ აშკარად მოიმატებს თქვენი სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალი. ინტერესი ფილოსოფიის, რელიგიის, ეზოტერიკის მიმართ მოიმატებს. და აქ იპოვით ამ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად გაიზიარებენ ამ კუთხით თქვენს ინტერესს და თქვენს აზრებს. ამასთან ერთად ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს გზაურობას, მოგზაურობას, ზოგიერთი პრობლემების გადაწყვეტას, ნუ თუმეტეს ეს პრობლემები ცოტა ისეთი იურიდიული ფერის არის. ამის გადაწყვეტის ძალიან კარგი ტენდენციები გაქვთ და ეს პერიოდი, რომელსაც ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად შემოსაკეთებთ, თან ხასიათით ხართ მებრძოლი, უშიშარი, შეგიძლიათ ძალიან კარგად თქვენი ლიდერული ორგანიზებული წესებები წარმოაჩინოთ და რაც უფრო კარგი ურთიერთობები გაქვთ იგივე შვილებთან და სასკოლო პარტნიორებთან. აი ეს და მათი თანადგომა სხვათა შორის და ამ სფეროში სტაბილურობა ბევრად ხელს შეუწყობს თქვენს უფრო მეტად განვითარებას და საუკეთესობების გამოვლენას. შვილდოსნებო, ჯანმრთელობა, ეს არის მთავარი პრობლემა აქ. ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ არ გადაიღალოთ, არ გაცივდეთ. ძველმა ასე ვთქვა დაავადებებმა არ შეგასხსენოთ თავი. ამ ხრი იყო ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ თუ სათანადო დაასვენებთ ცოტა საკუთარ თავს და ზედმეტად არ გადაღლით, სხვა კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. იმიტომ რომ აქ თქვენ გაქვთ შანსი იმისა, რომ გარკვეულწილად მოაწესრიგოთ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საკითხები. ამასთან ერთად ეს პერიოდი, რომელსაც შეგიძლიათ ზოგიერთი ფინანსური ან მემკვიდრეობით საკითხების გადაზღვითოთ. და ეს პერიოდი, რომელსაც თქვენ მზადყოფნაშკათ რომ სხვას დაეხმაროთ. სხვების ახლობლები, მათ შორის სიამოვნები დაგეხმარებიან თქვენ, რაც უფრო მეტად გააზრდებს თქვენს თვითერწმენას, რაც უფრო მეტად დაეყრდნობით ინტუიციას მოქმედებისას, ესეც დაგეხმარება წინსვლასა და განვითარებაში. ამიტომ მთლიანობაში ვიმეორებ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ იჩინა თავი, სხვა მხრივ პერიოდი ცუდი არის, მაგრამ ახლა ჩვენ აღვნიშნეთ პირველი 2 დღე, ანუ ხვალინდელი და ზეგინდელი ამ კვირისა, როგორც მეტად სახიფათო ყველა ნიშნისთვის და ახლა ეს ხიფათი მე კი აქ აღვნიშნავ, რომ ჯანმრთელობის კუთხით, მათ შორის მოგეთ ფილოსოფისთვის აქ განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ მაინც ყურადღება საჭირო ყველაფერს მიმართ. იმიტომ რომ აქ მარტო ჯანმრთელობაში არ არის საქმე, თუ აქ შეიძლება იყოს პროვოკაციული მომენტები, ხო? აი მაგალითად ჯანმრთელობა უსტდება შვილდოსანს და მაგალითად უსტდება ვერც. ახლა ესეთი ორი პიროვნება ერთმანეთს თუ შეხვდა სადმე და მაგალითად ვერძი გადაღლილია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ემოციურად აგრესიულია. და შეიძლება შეხვდეს შვილდოსანს, რომელიც არც არ რჩის მას, მაგრამ აი რაღაც საერთო საქმეზე, რაღაც საერთო თემაზე სიტყვას მოყვა, წაგინგლავდნენ. ვერძი რასაკვირველია თავის აგრესიას ვერ დაიოკებს. რატო? იმიტომ რომ არ არის დასვენებული
და რა აქვს ბუხრუჭები რო იტყვიან საკუთარ ემოციის მიმართ და აქედან გამომდინარე მან შეიძლება გამოიყვანოს შულდასაინწონო სწორობიდან და შექმნას კონფლიქტი. ანუ პროვოკაციების ტენდენცია მაღალია, ამაზე ალაპარაკი. ამიტომ ჯანმრთელობასთან ერთად რაც უნდა მიექცეს ყურადღება ასევე არ აუყვეთ პროვოკაციებს შულდოს ნებო ესეც გავთქვი შეიძლება თქვენგან თუ არა და სხვებისგან მოვიდეს რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ თუ იცავთ იმას რომ არ გადაიღალეთ და შედარებით თქვენი ტვინი ასე ვთქვა და ბუხრუჭები ტვინისა კარგად მუშაობენ სხვა შეიძლება ეს არ აქვს და გაითვალისწინეთ და იმას შეიძლება სერიოზულად მოგიშაოთ ნერვები და ამიტომ ეცადეთ რომ ასეთ პროვოკაციებს ზედმეტად არ აყვეთ თხისკას რაც შეეხება საკმაოდ კარგი პერიოდი აქტიური ნაყოფიერი ურთიერთობების მუშაობის სწავლის ენერგოტონუსი მატულობს თქვენი ამიტომ ჯანმრთელობა უფრო სტაბილური ხდება ემოციურადაც უფრო სტაბილური ხდებით ამიტომ პერიოდი ხავს მრავალფეროვან შეხვედრებს მოლაპარაკებებს ახალ კონტაქტებს მგზავრობას მოგზაურობას აქ შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ შეიძლება ჩამოყალიბდეს პარტიული თანამშრომლობა სხვა შეიძლება აი მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი შეიძლება საოცარი შთაბეჭდილებები დაიხუნძლოთ ამიტომ პერიოდი კარგია იდეების რეალიზაციას უწყობს ხელს და სხვა შორის პარტნიორთა დახმარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. ამასთან ერთად თქვენი გავლენის სფეროს გაფართოვდება შემოქმედებითი პროფესიონალური ნიჭი უნარი ახლებურად შეიძლება წარმოაჩინოთ რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს რეიტინგს და ავტორიტეტს საზოგადოებაში. მერწყულებო თქვენი ენერგოტონუსი დაბალი ამიტომ აქაც თქვენ გავფრთხილდით ჯანმრთელობას და ზოგიერთის ფსიქოემოციურ სიგიჟეებს განსაკუთრებით ორშაბათს და სამშაბათს და არ აყვეთ აქ პროვოკაციებს აკონტროლეთ თქვენი ემოცია მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან პერიოდი საქმიანი მათ შორის კუთხით უკეთესია თუმცა მეორე მაინც იგრძნობ თქვენ იმას აუცილებლად რომ აი ამ კვირაში ისეთი შრომის უნარიანობა არ გაქვთ როგორც იყო მაგალითად წინა პერიოდში და ამიტომაც ვიმეორებ ცოტა ასე ვთქვათ გავფრთხილდით თავს გამოაძინეთ თავი ზედმეტად ნუ დაღლით ნუ გადაღლით თორე დაღლით და არ აუშავს დაღალით მაგრამ არ გადაღალოთ და აქედან გამომდინარე სხვა მხრივ პოზიტიური ტენდენციები გამოიყენეთ მაგალითად ეს პერიოდი ხელს სკოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას აქ შეიძლება მიიღოთ კომპენსაცია ზოგიერთ საკითხების ზოგიერთ გეგმებში მონაწილეობის მიღების კუთხით შეიძლება ბონუსები პრემიების წინაშე აღმოჩნდეთ მზადყოფნაშხარ სხვათა დახმარებისათვის შეიძლება დამატებითი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე ეს პერიოდი ასევე ხელს უწყობს გარკვეულწილად ბიზნეს საქმიანობა სადაც შეიძლება ძალიან საინტერესო პროექტები განხორციელდეს და ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ ამიტომ კარგი პერიოდი ოღონდ დაუშვათ თუ გაქვთ თქვენ ახლა რაღაც ინვესტიცია ჩასადები ან კაპიტალ დაბანდება ესე იგი რასაკვირველია ხვალდაზე გარა კატეგორიულად მხოლოდ 4 შაბათი ან 5 შაბათიდან უკეთესია დაიწყეთ დაუშვათ თქვენი ინვესტიციები ან კაპიტალ დამატებები რაც შეეხება თევზებო საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდისა ეხლა მზე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში ამიტომ ყველაზე მეტი შანსები წარმატებისა გაქვთ თქვენ ენერგოტონუსი მაღალი ჯანმრთელობა მდგრადი ყველაფერი გამოგდით საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხდებით ქარიზმა ძალიან მაღალი გაქვთ და სულიერი ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ამიტომ ბევრი რამ შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებებით სიამოვნებით მიიღოთ და განახორციელოთ არაერთ საინტერესო ახალი იდეა პროექტი გააფართოვოთ თქვენი პროფესიონალური და საქმიანი შესაძლებლობები ინტუიციაზე მდგრადია რომელსაც დაკნობის სწორარჩევას აკეთებთ და საუკეთესო პერიოდია გინდათ ქორწინებისთვის გინდათ სიყვარულზე ოღონდ 4 რიცხვიდან იქამდე არა თავისთავად ხო ასევე ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას მგზავრობას მოგზაურობას პარტნიორულ თანამშრომლობას ამიტომ ყველა სფეროში მწვანე შოკი გაქვთ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ მიდექით მოდექით ხალხი შეაწუხეთ და იმოძრავეთ რათა იყოს წარმატებულები იმიტომ რომ წარმატების შანსი ყველაზე მაღალი გაქვთ თქვენ ეს მოკლე ინფორმაცია 12 ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ამ კვირაში. ეხლა ვნახოთ ცალკეული დღეების პერსპექტივაზე. ხვალინდელი დღე 2 რიცხვია, ეს არის ორშაბათი დღე, ეს არის ანუ თქვენიცით უკვე თვარის დაბნელების წინა დღე, ამიტომ ეცადეთ რომ პროვოკაციებს არ აყვეთ და ცოტა ფრთხილად გავიაროთ ეს დღე. თან გეომაგნიტურია, ამიტომ თქვენიცით რას ნიშნავს გეომაგნიტურია? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში უარყოფითი ენერგია მაღალი, ამიტომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება შეექმნას პრობლემები, მაგათ წნევასთან დაკავშირებით და თუ რაღაც უგუნებობას გრძნობ თავის ტკივილს და შემდგომ წნევას ყურადღება, თუ აქ აუცილებლობა იქნა გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. და კიდევ 5 წუთი, 6 წუთი, უბრალოდ ითხოვს ყურადღებას. 16 საათიდან 29 წუთიდან 16 საათამდე 36 წუთამდე. აი ამ პერიოდში რა ხდება?
აქ ხდება ის, რომ მიმართულება დაკარგული უკურსო მთვარის პერიოდი. ან როცა ზედმეტად უნდება ყურადღება ადამიანებში, მაგრამ ეს 6 წუთი საკმარისი აღმოჩნდა ზოგიერთისთვის, რომელიც ამ პერიოდში ზედმეტად მოდუნდება და შეიძლება თუ ის ქვეთ ატმოსფერული ამძღოლია ტრავმატული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ ეს პერიოდი ითხოვს მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას. და კიდევ ხვალ რა ხდება? საქმიანობის, მოქმედების, შრომისმოყვარეობის მმართველი პლანეტა მარსი სწორედ ხვალიდან 9 აპრილამდე გადაასვლებს თევზების ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანთა მოქმედებისას. ასეათში ქორეოგრაფიულ მონაცემებს, ვისაც ცეკვა გიყვართ, მოემზადეთ. შემოქმედებით ნიჭს და უნარს, ქველმოქმედებისადმი მეტ მიდრეკილებას, ინტუიციას, ემოციურობას, დიპლომატიურობას ურთიერთობებში. ამდროულად განავითარებს ზედმეტ ფანტაზიებს, ამიტომ თქვენი მოქმედება არ უნდა ეკნობოდეს ფანტაზიებს, არამედ რეალურ ფაქტებს მხოლოდ, არავითარი ილუზიები და არავითარი ტყუილი. ეს ტენდენციები თქვენ ყურადღებას და ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილებად სამწუხაროდ მოიმატებს. ხოლო თვარის დაბნელების წინ, ესე იგი ორშაბათს არ აყვეთ პროვოკაციებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ. აი ამასაც მივაქციოთ ყურადღება. დროს და ენერგიას ნუ დახარჯავს ზედმეტ წვრილ მანებზე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვიანი სისტემა, ხერხემალი, ეს დღის პირველ ნახევარში, ხოლო დღის მეორე ნახევარში უკვე 16 საათიდან აქ უკვე სუსტდება ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი და ნაწლავთა სისტემა. ამას უნდა ცოტა მეტი ყურადღება და ცხადია ოპერაციები ჭირდება ამ ორგანოებთან დაკავშირებით ამ პერიოდში, დროისა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხვალინდელი დღე მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის. რაც შეეხება უკვე სამრიცხვს, ეს ყველაზე რთული დღე ამ კვირისა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქ გვაქვს, ცხადია გეომაგნიტური დღე, რადგან იგი დაკავშირებულია სავსე მთვარეობასთან და ასევე მთვარის დაბნელებასთან. მართალია ხა ჩვენ ტერიტორიაზე დაბნელება არ გამოჩნდება, უფრო სხვა ზონაშია, მაგრამ თვითონ დღე მძიმე კოსმიური ენერგიების არის. ეს მოითხოვს თქვა, ამით სრულდება დაბნელების დერეფანი ორკვირიანი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდიოდით და მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ხდება თევზების ქალწულის ზოდიაქალურ ღერძზე. ეს მოვლენა უფრო მეტად განავითარებს უკვე სამშაბათს ადამიანებში აგრესიას, დეპრესიას, კონფლიქტებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, მოიმატებს თუნებების, შესაბამისად დაშვების ალბათობა, ტრავმატული ტენდენციების გაძლიერდება, ნუ იქნებით ზედმეტად მეწვრილმანე, პირდაპირი ხისტი, ბიუროკრატი და პედანტი, თუ შეიძლება ესე ითქვათ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, არ აყვეთ პროვოკაციებს. ახალ საქმესაც ნუ დაიწყებს. სამაგეროდ კარგია სამშაბათი მავნეჩეებისგან განთავისუფლებისათვის. ვეცადოთ რომ ეს დღე შვიდად გავიაროთ, ილოცეთ და დაუცეთ ყველა. კარგია ამ დღეს ჩვენს პატიება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ცხადია ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, ყველაზე კარგია ეს დღე თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჩვენი გამოცემები ასტროლოგიური იცით თქვენ, ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი და ასევე ჟურნალი დიდი უფრო ჰოროსკოპი. და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, შენი ჰოროსკოპი ჟურნალი გაძლევთ უამრავ ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ თუ როგორია თვითონ ცხენის წელიწადი თავისი ფსიქოტიპით შესაძლებლობებით, რომელშიც ჩვენ ახლა შევედით 17 თებერვალს და წინ გვაქვს მთელი ეს წელიწადი და ამის გარდა თითოეული თვის ასტროპროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთათვის. ამის გარდა ჟურნალ ჰოროსკოპში კი არის ინფორმაცია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის პერსპექტივების შესახებ, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისათვის 2026 წლისა, ასევე პოლიტიკური ასტროლოგიური პროგნოზი თავისი გრაფიკული გამოსახვით. ამის გარდა თქვენ იცით რომ შეგნით ასევე არის გეომანტია დედამიწის აღნიშნული თვეების მიხედვით, ასევე გრაფიკული გამოსახვით. რას ნიშნავს ამის აღწერით თავისთავად. ამის გარდა შეგნით ასევე ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ასტროპროგნოზი ცალკეული ნიშნებისთვის და შეგნით რაც ყველა გელოდება თქვენ ასტროკალენდრები. ეს არის იცით თქვენ პატარა კალენდარი, მაგალითად GB-ს ცალკეული ზოდიაქოს ნიშნისთვის გათვლილი. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ეს კალენდარი ეძლევა ჩემგან, მათ შორის ჩემი ხელმოწერით ავტოგრაფით ყველას, ვინც პირად ჰოროსკოპზე მოდის ჩემთან, ეს ჩვენი საჩუქარია, მოდი ესე ვთქვათ. აქ არის მთელი წლის განმავლობაში თვეების მიხედვით დადებით
დადებითი უარყოფითი დღეები იყო ცალკეული ზოდიაქოს ნიშნისთვის და ვისაც აქვს სურვილი რომ მთელ ოჯახზე ან დაუშვათ მთელ სამუშაო კოლექტივზე იცოდეს ეს ინფორმაცია, მაშინ ეს არის დიდი ასტროლოგიური საოჯახო კალენდარი 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის 2026 წლის დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მზის ტარის დაბნელებები, ეს ყველაფერი აქ გაქვთ. და იცით უკვე როგორ მოიქცეთ. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ბიზნეს შემოქმედებითი აქ ჩადებული სასკვარლო კალენდარი, აი ესეთი თავის დადებითი უარყოფითი დღეები და ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია დღეები, რომლის ველობისას ამ თუ იმ ორგანოსთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება სასურველი არ იქნება. და ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, ჩვენს ქალაქებში, სხვა დიდ ქალაქში მათ შორის და თუ გინდათ რომ დაუშვათ სახლში მიტანით მიიღოთ ეს სერვისი, მაშინ უნდა შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით. 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77. შეეხმიანეთ ამ ტელეფონის ნომრით, იქნებით მიიღებთ ამას სახლში, ალბათ ჩვენს უცხოეთშიც კი იგზავნება ესეც მინდა გითხრათ ჩვენი ასე ვთქვათ თანამემამულეებისათვის. ამის გარდა აქ ამ ჟურნალებში და ამ კალენდრებში ასევე არის მითითებული ტელეფონის ნომერი პირად ჩემთან კონტაქტთან დაკავშირებით. ანუ ვისაც აქვს სურვილი რომ შექმნას პირადი ასტროლოგიური რუქა, რომელიც თქვენ გაგებინებთ თქვენს კოსმიურ მისიას, ეს ყოველ შორის ეს ამ დღეებში იყო ძალიან საინტერესო კიდევ ქალბატონთან ურთიერთობა და აი უბრალოდ თქვენ მოგხსენებათ ახლა თხისკები რა ნიშნები არიან. თხისკა საერთოდ ზედმეტად ხმას არ იღებს, ზედმეტი ემოცია მას არ გააჩნია და ახლა რაღაცა რო აღრთოვანება, რაღაც ამდაგვარი გამოხატოს, ამას ნველოდებით. თხისკა ეს ტიპაჟი არ არის. თხისკა შეიძლება აი 3 საათი მონუმენტივით იჯდეს, გისმინოს, თვალი არ დაახამხამოს და ბოლოში რაღაცა თქვას, ერთი რაღაცა ისეთი, რითიც უკვე ხვდებით. მოეწონა თუ არ მოეწონა. აი ეს არის სულ მთელი თხისკას ემოცია. ნუ აი ახლა ეს პიროვნებასთან და ნუ ბოლოში უნდა გენახათ ყველა საინტერესო იყო ესე იგი მე არ ვჭირდებოდა მეტი მისგან კომენტარი. ერთ-ერთი რაც თქვა. აი სუნთქვა აიღო, რომ დაამთავრეთ. ვაუ. თქვა ეს. დაამთავრე. ესე იგი ამით უკვე იმდენი რამე თქვა, რომ შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგრამ მე კიდევ ვისაუბრე და ნუ აღმოაჩინეთ, რომ თურმე ძალიან ბევრ რამე კითხვაზე გასცა პასუხი და ეს შემთხვევაში იყო ძალიან სასიაოვნო, ამიტომ ვისაც გაქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, თქვენი კოსმიური მისიის გაგებისა, დაუშვათ რა შეიძლება გამოსწორდეს, რა კუთხით წავიდეს ესა თუ ის საქმე ან ურთიერთობა და რა ცვლილებებია შესატანი მათ შორის, თუნდაც თქვენ საქმიანობაში და შევრავენ ქვეყნებია კარგი, ცუდი, ჯანმრთელობის რომელი ზონებია უარყოფითი, რომელსაც ჭირდება ცოტა მეტი ყურადღება და ასე შემდგომ. აი ამაზე ყველაფერზე ვსაუბრობ პირად ჰოროსკოპზე და იქნებით გაფრთხილებული, შეერაღებული, წარმოტებული. აი ამ შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით. 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38 და ამ კალენდრებში ეს მეთითებული ასევე ეს ტელეფონის ნომერი. ეხლა რაც შეეხება დარჩენ თემებს, ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ცალკეულ დღეებზე, შემდეგი კვირისა, მიმოვიხილეთ 2 და 3 მარტის დღეები და ახლა გადავიდეთ 4 რიცხვზე, 4 შაბათი დღეა. 4 შაბათს, ესე იგი პირველში მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს ჩვენ, რომელიც იწყება საღამოს 18 საათზე 54 წუთზე 22 საათზე 57 წუთამდე გასტანს და ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მეორე ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დროს არასასრული ტრავმებისა და ავარიებისა. მძღოლებს ქვეითად მოსაუბრლებს ამ დროს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. და 4 შაბათს აქტიურ საქმეებსაც ნუ დაიწყებთ. დღეს შვიდად გაატარეთ და აქაც არ აყვეთ პროვოკაციას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, იმიტომ რომ აურის ენერგოდაბინძურების თვალის აღების ტენდენცია მაღალია. სამაგერად მახრულდება სექსუალური ენერგია და ეცადეთ რომ ეს ენერგია როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ურთიერთობათა გარჩევაში და აგრესიაში არ გადაიყვანოთ. არის ესეთი შემთხვევები და არაერთი. და უშუალოდ ისიც რომ აქ ჯანმრთელობის კუთხით გვისუსტდება 4 შაბათს ნაწლავთა სისტემა, ისევ კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ყელის არე.
ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს, კირჩხების, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 5 რიცხვი მარტისა, ეს არის ხუთშაბათი დღე, გეომაგნიტურია, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან მდგომარეობას თუ თავი ტკივათ, რაღაც უგუნებობა იცეს თავს და ასე შემდგომ. პირველ რიგში მიაქციეთ წნევას ყურადღება, აუცილებლობა იქნა გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. მოგიდეთ ხელი ასევე ხუთშაბათს ყველაზე აქტუალური საკითხების გადაწყვეტას ან გადაუდებელ საქმეებს. ფინანსურ ურთიერთობებში ნუ შეხვალთ, ნუ რაფერს ნუ დაგეგმოთ. ზოგიერთ კარგია ეს დღე შემოქმედებითი მუშაობისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისათვის, მოიმატებს ასევე ინტუიცია. თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში ცოტა გამახვილდება ახირება, კამათისადმი მიდრეკილება და გაბუთვის ტენდენციები, ესეც გავითვალისწინოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკველები, კანის ზონა. ოპერაციების ჩატარება ცხადია ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი ხუთშაბათს და ყველაზე კარგია ეს დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე 6 მარტს, ეს არის უკვე პარასკევი დღე, აქ პირველ რიგში ისევ ყურადღება მივაქციოთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ანუ უკურსო მთვარეს, როგორც ყველანაირად უწოდებთ, ღამის 3 საათზე 23 წუთზე დაიწყებს იგი ამოქმედებას და 24 საათამდე გასტონს. აუ ნახევარი ღამე და თითქმის მთელი დღე. ამიტომ მაგ ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი არასასროლი ტრავმებისა და ავარიების ამოდუნების ფონზე. ამიტომ მძღოლებს, ქვეით ატმოსფერულებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მოერდეთ ახალ ან თქვენთვის უცნობი საქმის შესრულებას. და ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ აი სწორედ პარასკევიდან 8 დღის მანძილზე მარტივდება არაფრის მომცემი ნივთებისგან განთავისუფლების შესაძლებლობა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ცოტა ემოციურობა. შედეგიანი კბილების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელისარე, ენდოკრინული სისტემა, თერმელები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია პარასკევი ლომის, ზასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და მივადექით 7 რიცხვს, 7-ში რა ხდება, შაბათი დღეა და აქ პირველ რიგში გეომაგნიტურია ეს დღე. შაბათი და კვირა ორივე გეომაგნიტურია, ამიტომ იყოთ ყურადღებით თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, რაღაც თავის ტკივილი და შემდგომ, წნევას ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა ვაწარმოოთ ასევე. და აქ გეომაგნიტურია ასევე შაბათს პერიოდი ღამის პირველი საათიდან დილის 8 საათამდე 3 წუთამდე, ამიტომ აქ მძღოლებს, ქვეით ატმოსფერულებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება და შაბათს ეცადეთ რომ თქვენი სიტყვები არ ეწინააღმდეგებოდნენ შემდგომ თქვენს მოქმედებებს. სამაგეროთ ეს დღე კარგია ახალი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის. აი აქ უკვე შეიძლება ხალხი რა უღოძებ შემოწირულობის მიღება არავითარ ენერგოდაბინძურების ფაქტორი არ იქნება. თუმცა ცოტა მეტად აკონტროლეთ თქვენი ემოციები. იმიტომ რომ ორგანიზმში ცოტა ანთებითი პროცესების ინფექციური ასე ვთქვათ ტენდენციების ელფერი არის და აი შეიძლება ადვილად მოხდეს ხალხურავალ ადგილებში, ანუ ამ შემთხვევაში თვალის აღება არა, მაგრამ ინფექციის მიღების ტენდენცია არის. ამიტომ ცოტა თბილადაც შეიცვით რომ არ გაციუდეთ და ანთებით პროცესს არ მივცეთ, ასე ვთქვათ, სრული სვლით სიარულის შესაძლებლობა თქვენს ორგანიზმში და ცოტა ნაკლები ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ რომ ინფექციის პრობლემა. აი ამას მიაქციოთ ყურადღება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის და 8 რიცხვს რაც შეეხება 8-ში უკვე ჩვენ გეომაგნიტური დღე გვაქვს, ამიტომ აქაც ცოტა ვაკონტროლოთ საკუთარი წნევის მდგომარეობა. კარგია ეს დღე პირადი საქმიანი შეხვედრებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობისათვის. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ უკვე შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. პოზიტიურია შემდეგი კვირა კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რას საკვირველია, ჩვენ კიდევ ერთხელ ესე იგი აუცილებლად უნდა შევეხოთ 2 დღეს, 3 რიცხვი მოგეხსენებათ და 8. ეხლა 3 ჩვენ უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, იმიტომ რომ სავსე მთვარეობაა და მთვარის დაბნელების დღეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ხა სხვა კონტექსტით მოვიხსენიო ეს 2 დღე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მშვენიერი და გადასწარები ულამაზესი მანდილოსნების დღეები. 3 მარტი, დედის დღე და 8 მარტი, ქალთა დღე, ნუ აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო,
პირველ რიგში მე მინდა ყველა მანდილოსანს უსურვო ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა, ყოველივე კარგი, თქვენი სურვილების ახდენა და სტაბილურობა თქვენი ოჯახებისა, სამშობლოში სიმშვიდე, შვილების ჯანმრთელობა, წინსვლა და ასე შემდგომ ყოველივე კარგი, იმიტომ რომ თქვენ საოცრად ამშვენებთ ამ სამყაროს და ყველა ჩვენ მამაკაცებს გვიმშვენებთ ცხოვრებას. ანუ თქვენს გარეშე აქ წარმოუდგენელია საერთოდ არ დაეჯვათ ვინმე რამეს თუ იტყვის ცოტა ალბათ ცერად ზოგჯერ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, ეხლა ცოტა სადღეგრძელოს ემსგავსება ალბათ ჩემი ნათქვამი, მაგრამ ნუ რეალობა ესეთია რა. ერთი დღე არ გვაცხოვროს მამაკაცებს მანდილოსანთა გარეშე. ეს მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საოცარ დღეებს და ყოველივე კარგს გისურვებთ. ეხლა უკვე რაც შეეხება დანარჩენ თემებს, ესე იგი პირველ რიგში ვისაც აქვს განზრახული თმების შეჭრა. ხო, აი მანდილოსნებს ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან ვერ გავახარებ, თუმცა მამაკაცები ჭირიან ცხადია თმებს და თუმცა ზოგიერთი მამაკაცი თმებში მას გაყავს ასევე წვერი. წვერს არ ეხება ეს მამაკაცები მინდა გითხრათ, თუ რამაზე ბევრი კითხვები იყო ადრე. 7 რიცხვი. აი 7 მარტი ყველაზე კარგია, ამიტომ 8 მარტისთვის მოასწრებთ. სხვა წესრიგში მოყვანას თმებისა. ერთადერთი დღე გვაქვს ყველაზე კარგი, ეს არის 7 მარტი თმების შეჭრისთვის. დანარჩენი დღეები არ ვარგა. ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან, დაუშვათ იქ ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა აქვს და ასე შემდგომ, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ 2-3 მარტი აქ მხოლოდ რუტინული ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი მნიშვნელოვანი ფინანსებთან, ბიზნესთან არ მოიმოქმედოთ, ეს დღეები ფრთხილად და წინდახედულად გაიარეთ. აი უკვე 4 მარტიდან კვირის ბოლომდე შეიძლება მიიღო ძალიან საინტერესო წინადადება, რომელიც იქნება ფინანსებთან, ასევე ბიზნეს სფეროსთან დაკავშირებით, კარგად აწონდაწონეთ. ყველა კი და არა, მოდი ასე ვთქვათ, და თუ რაღაცა საეჭვო არაფერი არ არის, მაშინ თანხმობაც განაცხადეთ. რაც შეეხება მგზავრობა, მოგზაურობას, მოდი ამ კუთხით ავნიშნოთ ამ კვირის განმავლობაში. სხვათა შორის თუ არ ჩავთვლით 3 და 4 რიცხვს, ეს ორი დღე მაინც ცოტა ფრთხილად ვიყოთ საჭესთან, რომ მაინც ტრამვულოვარიული ტენდენციები მაღალია და თუ ახლა მაინც გვიხდება აქ საჭესთან ყოფნა, მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გჭირდება. სხვა დღეები რაც შეიძლება მეტად აქტიურობთ, იმიტომ რომ აქ პირიქით ძალიან კარგი დროა დანარჩენი დღეები დინამიური მოძრაობისთვის, მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის და ასე შემდგომ. ამიტომ საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ, მინდა გითხრათ, ესეთი მოგზაურობის თვალსაზრისით. ოღონდ ეს ყველაფერი 4 რიცხვიდან. რაც შეეხება ახლა უკვე სასკვალო ურთიერთობებს და კონტაქტებს 2-3 მარტი. არავითარი საქმეთა გარჩევა. აქ კონფლიქტის წარმოქმნის ალბათობა აბსოლუტურად ეს არაფრის გამო ძალიან მაღალია. ამიტომ ერთმანეთს ახლა სიტყვაზე გამოეკიდებით მაქსიმალური დათმობის რეჟიმი. აი უკვე 4 რიცხვიდან კი ბატონო ეს გინდათ რომანტიკული ერთობლივი იყოს თქვენი მოგზაურობა, რაღაც საკითხებით შეიძლება განეხილოთ და უფრო მეტად ასე ვთქვათ ადვილად მიაგნებთ კონსენსუსს ყოველგვარი პრობლემებისა და კონფლიქტების გარეშე. რაც შეეხება მათ, ვისაც აქვს განზრახული ამ კვირაში მკურნალობის დაწყება, 7 რიცხვი ამირჩიეთ ამისთვის. დანარჩენი დღეები ნაკლებად. 7 კარგია. არ ვარგა 3, 4, 8 მარტის დღეები. ვისაც აქვს განზრახული სამსახურის შეცვლა, 3 გამორიცხოთ. მაინც ამ ხრივ სასურველი არ არის. 5 და 7 მარტის დღეები კარგია. ასევე არ ვარგა 4, 5 რიცხვი და არ ვარგა 8 რიცხვიც. თუმცა მოდი ისიც ვთქვათ, რომ დანარჩენი დღეები თუ რომელიმე დარჩა კიდე 1-2 ხო ნეიტრალურია. თუ არა და მაინც ნეიტრალური დღეები შეგიძლიათ ამოარჩიოთ. ეხლა რაც შეეხება ხელშეკრულებების დადებას, მაგათაც აქ კარგია თქვენთვის დღეები, რომელიც უკავშირდება 6, 7 და 5 ასევე რიცხვებს მარტისა, აი 3 დღე ზედიზედ საკმაოდ კარგია ხელშეკრულებების დასადებად და არ ვარგა 4, 8 რიცხვი, 3 ჯობია გამოტოვოთ. ქორწინებისთვის სხვას კარგია 5 და 6 რიცხვები, ასევე არ ვარგა 4, 7, 8 და 3 რიცხვის გამოტოვოთ. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის კარგია 7
და ასევე 8 რიცხვები, აი ეს ორი რიცხვი. არ არის ასუელი 3 და 5 მარტის დღეები. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის, აქ შეგიძლიათ 2-იც გამოიყენოთ და 5 რიცხვიც, აი ეს ორი რიცხვი. 4 და 8 არ ვარგა, დარჩენ ნეიტრალურია. მსხვილი საყიდლებისთვის კარგია 6 რიცხვი და 8 მარტის დღეები. არ ვარგა 3, 4, 7 რიცხვი. სასამართლო პროცესების დასაწყებად 2 რიცხვი კარგია, 5 და 6 მარტის დღეები. არ ვარგა 3, 4 მარტის დღეები. აქ ჯობია თავი შევიკავოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენს საფინანსო რიტუალებს, პირველში მოვიტანხმოთ, რომ ეს ის დღეები იცით, რომლის სრულობისას თქვენ შეგიძლიათ რაღაც მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ენერგია და გამარჯვებისო თქვენი მატერიალური მდგომარეობა. ამ პირიქით განზიდვა მოხდეს ყოველივე ამისა. და აი რა მოქმედებები უწყობს ამას ხელს. მაგალითად, ხვალ 2 მარტს ნებისმიერი ქველმოქმედება შემდგომ შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს და გაპოვნებთ ახალ ფინანსურ წყაროებს. მაგრამ სხვის საფულეში ნუ შეიხედავთ, თორე თქვენი საფულიდან წავა ზედმეტი თანხები. 3 მარტს აქ მოერიდეთ ძვირფასეულობის ჩადებას ლომბარდში. 4 მარტი კარგია ნებისმიერი დახმარება სხვებისთვის და ასევე საქველმოქმედო საქმიანობა, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის გადათვლა. 5 მარტს აქ შეიძლება გარკვეულწილად ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, თუ კარგად არის მოფიქრებული კაპიტალ დაბანდება, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა, აღება და კრედიტის გაფორმება. 6 მარტს კარგია საქველმოქმედო საქმიანობა, მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება. 7 მარტს ნებისმიერი ქველმოქმედება სხვათა დახმარება მოიტანს შემდგომ ფინანსურ დივიდენდებს, ხოლო კაპიტალ დაბანდებისგან ჯობია თავი შევიკავოთ. 8 მარტს კარგია ვალის დაბრუნება. აი ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, ეგრეგორის მოზიდვის საშუალებებია. და რაც შეეხება უკვე ანგელოზის დროს, იცით ეს ის დროა, რომ სულისას თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მფარველ ანგელოზს და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ თხოვნა იქნება ადეკვატური და თქვენ გეკუთვნით ამ თხოვნის ასრულება თქვენი მათ შორის ევოლუციური და სულიერი ცხოვრების შედეგად, მაშინ თქვენ ამ თხოვნას შეგისრულებენ. თუ არა და არა. აი ეს პერიოდი ჩვენდათ სხვაშორის ლოცვაც ამ პერიოდში საკმაოდ ესეთი კარგია და ეფექტურია. ასეთი დრო ჩვენ გვაქვს 2-ში 2 მარტს ორშაბათ დღეს დილის 9 საათიდან 27 წუთიდან დილის 10 საათამდე 9 წუთამდე. აი ამ პერიოდის სრულობისას რა ხნითაც გინდათ, აი ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენ სწორედ ჩაატაროთ, ასე ვთქვათ, ეს პროცედურა, მიმართოთ თქვენს მფარველ ანგელოზს თხოვნით. 3-ში, ეს არის სამშაბათი დღე, დილის 8 საათიდან 51 წუთიდან დილის 9 საათამდე 34 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. 4 მარტს 4 შაბათს დღის 12 საათიდან 18 წუთიდან დღის 12 საათამდე 59 წუთამდე. 5 მარტს 5 შაბათს დილის 9 საათიდან 52 წუთიდან დილის 10 საათამდე და 23 წუთამდე. 6 მარტს პარასკევს დღის 15 საათიდან 59 წუთიდან დღის 16 საათამდე 38 წუთამდე იგი. 7 მარტს შაბათს 17 საათიდან 7 წუთიდან 17 საათამდე 57 წუთამდე გრძელდება იგი. და 8 მარტს დღის 11 საათიდან 25 წუთიდან დღის 12 საათამდე 11 წუთამდე. აი აქ გვაქვს ჩვენ ანგელოზის დრო. და აი ამ პერიოდის სრულობისას, ნუ რა ხნითაც გინდათ 1 წუთის განმავლობაში, გინდათ 9 საათის განმავლობაში, ეს თქვენი არჩევანია, უკვე შეგიძლიათ მიმართოთ მფარველ ანგელოზს და ილოცოთ კიდეც. იქნება ეს ძალიან ეფექტური. აი ეს ტენდენციები ამ კვირის, ეხლა რადგან ჩვენ გვაქვს მოიხსენებათ 3-ში სამშაბათს სავსე მთვარეობა და ასევე მთვარის დაბნელება და ცოტა ენერგეტიკულად მძიმე დღეა. ამიტომ ცუნებების ალბათობა ასეთ დღეებში ყოველთვის ძალიან მაღალია და ყველას მაინც მართებს ეს დღეების გავლა ფრთხილად. თან სრულდება დაბნელებების დერეფანი, ამიტომ კუდი რო არ მოექნიოს ამ დერეფანმა ხვალინდელი დღე და ზეგინდელი 2-3 რიცხვები ცოტა ყურადღებით და ფრთხილად გავიაროთ. და აი განსაკუთრებით რის მიმართ უნდა ვიყოთ ფრთხილად. იმიტომ რომ ეს არის დაბნელება, რომელიც ქალწულის ზოდიაქოში ხდება და ქალწული მოიხსენება წესრიგის სისუფთავის ნიშანია, ყოველდღიურობის ნიშანია. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება ამ კუთხით შეიცვალოს. ნუ ადამიანი მაგალითად, რომელსაც თქვენ ხვდებოდით ყოველ დილით გაჩერებაზე, ხო შეიძლება არ შეხვდეთ, ან სხვა ამპლუაში შეხვდეთ. ან დაუშვათ
იყო დავშოთ გამყიდველი მაღაზიაში, რომელსაც კარგად იცნო შეიძლება ის აღარ დაგვხვდეთ სხვა ან პირიქით შეიძლება ისეთ პიროვნება მოვიდეს, რომელიც რომელთაც საერთო ენას იპოვით. ანუ ყოველდღიურობაში ცვლილებების შეაგ. ესეთ სახის დაბნელებებს აბსოლუტურად ყველაფერში და აი განსაკუთრებით მეაქცევთ ყურადღება რის მიმართ საჭიროა ზოდიაქოს ნიშნების ყურადღება ხვალდაზე განსაკუთრებით აი ამ დაბნელებების ზონაში რომელიც თვარესთან არის დაკავშირებული, აი ვერძებო პირველში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება ხვალდაზე, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არასტაბილურია, განსაკუთრებული ყურადღება კუჭ-ნაზლავის ზონას. მაქსიმალურად იყავით ყურადღებით და ფრთხილი, არა ხისტი, არა აგრესიული, არა პირდაპირი, როგორც კოლეგებთან, ასევე ხელმძღვანელ პირებთან. თორე შეიძლება ხვალდაზე ეს ყველაფერი გადავიდეს რაღაც არასასურველ დაძაბულობაში და საქმეთა გარშევაში, რაც ნეგატიურ დახს დაასვენს თქვენს კარიერულ შესაძლებლობებს. კუროებო, განსაკუთრებული ყურადღება ხვალდაზე შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან აქ არ მოხდეს ასე ვთქვათ გარკვეული დაძაბულობა, თქვენ შორის კონკურსებში, ლოტერეებში მონაწილეობა არა ამ ორ დღეს კატეგორიულად, იმიტომ რომ წაგებების ტენდენცია გექნებათ მაღალი. რაც შეეხება ტყუპებო, განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ და ასევე ახლობლების ნაცნობების მიმართ, რომ მათ არ შეექმნათ რაღაც პრობლემა, რომელიც თქვენთვის იქნება დაუშვათ ნერვები მომშლელი ან დაუშვათ არ შექმნათ მათთან რაღაცა დაძაბულობა ურთიერთობისას, რაღაც უკმაყოფილების ნიადაგზე და ასევე შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებიც იჩინონ თავი. ნუ დაუშვათ საერთოდ არასდროს არ არის სასიამოვნო, როცა ახლა რაღაცა სახლში ან გადაიწვება, ან გაფუჭდება, ამის ალბათობა არის მაღალი, მაგრამ არაუცილებლობა. ამიტომ ვიყოთ მაინც ყურადღებით ამ კუთხითაც. და სუსტდება თქვენი კუჩის ზონა, ამიტომ კვებას მიაქცეთ ყურადღება. კერჩხიბებო, აქ პირველ რიგში ინფორმაციას მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ ფეიკების ალბათობა, არასწორი ინფორმაციის და კიდევ გამიმდინარე შეცდომის დაშვების ალბათობა გაქვთ მაღალი, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და თუ მაინდა-მაინც ხვალდაზე გიწევთ რაღაც მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ჯობია თავი შევიკავით, მაგრამ თუ არ გამოდის, მაშინ ყველა პუნქტს უნდა ზედმიწევნით გადახედოთ. ისე ხელი აქვს არ მოწევთ, იმიტომ რომ შეცდომის დაშვების ალბათობა გაქვთ მაღალი. ეს გავითვალისწინოთ და გავუფრთხილდით სასუნგ სისტემას ფილტვებს ბრონქებს. რაც და ასევე ცოტა ყურადღებით ფრთხილად ზოგიერთ მეზობელთან მიმართებაში. დებთან ძმებთან, რათა აქაც რაღაც დაძაბულობა მარჩენოს თავი ინტერესთა დაჯახება. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება აქ უსუსტდება მას ყელის არა ენდოკრინული სისტემა, ამიტომ მკვეთრ მოძრაობებს კისრის ნუ გააკეთებს, ორპირ ქალს ერიდოს, ცივ გაზიან სასმელებსაც ერიდოს და ასევე ფინანსებთან ფრთხილად. აქ ფინანსური ზედმეტი ხარჯი იქ ძალება, არავითარი ინვესტიციები, კაპიტალ დამატება. ეს ორი დღე თავი შეიკავეთ ამისგან. ფინანსურ ასე ვთქვათ ურთიერთობებში მონაწილეობას თუ მიიღებ. ქალწულებო, განსაკუთრებული ყურადღება თავის არის, ზოგჯერ შეიძლება თავის ტკივილმა ან წნევამ მიჩინოს თავი ამ პერიოდში და არავითარი აგრესია, კატეგორიულად იგზალება აგრესია, ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავეთ. ეს ორი დღე ცოტა გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იმიტომ რომ დაბნელება თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ცნობების ტენდენცია იქნება მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. სასწორებს რაც შეეხება აკას თქვენ ცოტა მეტი ყურადღება ენას, ზედმეტ ნუ ილაპარაკებს, ვარდასრულ ფანტაზიებს ნუ აყვებით, ხოლმე რეალურ ფაქტებს დაეხტენით და ეცადეთ რაიმე სახის პრობლემები არ შექმნათ მეგობრებთან. აქ არ იყოს ინტერესთა დაჯახება და გახსოვდეთ, რომ ფაული მტრეები, ჯვარები, ინტრიგები, მოშორნეები აი ხვალდაზე განსაკუთრებით იაქტიურებენ თქვენს საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ლიმფურ სისტემას, ტერფებს გავუფრთხილდით, ზედმეტად აქ ასე ვთქვათ ამ ზონებს ნუ დატვირთავთ და აი ამ ზონების მიმართ იყავით ყურადღებით, თვალებსაც ზედმეტად ნუ გადაღლით. მორიელს რაც შეეხება განსაკუთრებული ყურადღება მეგობრებთან ურთიერთობებს, აქაც ინტერესთა დაჯახება არ მოხდეს, სიტუაცია არ დაეძაბოს, რეფორმატორულ მოქმედებებს, ახალ საქმეს, ახალ პროექტებს ხვალზე თავი დავნებოთ. თუ ეს ყველაფერი ზეგიდან. უпросто მაზეგიდან, ხვალზე არა. და გაუფრთხილდეთ ასევე თქვენს თვალებს, ნერვულ სისტემას, გისუსტებათ, ფეხს და დიდხანს ნუ იდგებით, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ, იმიტომ რომ ვენებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი. შვილდოსნებო, განსაკუთრებით გაუფრთხილდით ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან, აქ არავითარ პოლემიკაში არ შეხვიდეთ მათთან. მიმართებაში, რათა არ გაეფუჭოთ კარიერული წინსვლის პერსპექტივა, გაუფრთხილდით ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსლებს და მუხლებს. აი აქ ზედმეტი მკვეთრი მოძრაობების, სიმძიმების აწევა ცოტა მოვერიდოთ ეს ორი დღე.
სამაგეროდ კარგია ეს დღეები მავნეჩვეებისგან განთავისუფლებისათვის. თხის რქებს აქ განსაკუთრებული სიფრთხილე ხვალ და ზეგ არავით არის ზედმეტი მოგზაურობა, მithumetes შორეული, mithumetes უცხოელებთან კონტაქტი. არაფერი არ გამოვა. უცხოელები რო რაღაცას თუ დაგპირდებიან ამ დღეებში, მერე ეს არ შესრულდება. ამიტომ ხვალ ზეგ არა, ამას მოვერიდოთ, გავფრთხილდეთ ღვიძლს და ნავლის ბუშტს. მერწყულებო, ენასკვლელი უნდა დააჭიროთ, საიდ უნდა დაიცვათ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ. აქ ხვალ და ზეგ თუ რაღაცა არის ესეთი ინტიმური კონტაქტების მსგავსი, ჯობია თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ მე ესეთი ინტიმური პარტნიორი ჯვარს გასმევ. და ამ ხრივ ვიყავით ყურადღები და ფრთხილად. და რაც შეეხება თევზებს, თევზებო, ესე იგი გავფრთხილდით ყელის არის ენდოკრინულ სისტემას, თერმალების ზონას, ეს ზონები გისუსტებათ. ნუ მიიღებთ ხვალ და ზეგ ალერგიის გაუწვევ საკვე პროდუქტებს. და მაქსიმალურად გავფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს. გინდათ საქმიანი, გინდათ სასკოლო ურთიერთობები, აქ რაც მეტად ეს ურთიერთობა იქნება მშვიდი, მით უკეთეს თქვენთვის, მაგრამ თუ დაიძაბა, შემდგომ პრობლემები გაცილებით უფრო რთული და მძაფრი იქნება. ეს მოკლე ინფორმაცია, რომელიც მოწოდება მოვასწარი, ხვალდილით 11 საათზე კიდევ ხელ ნახავ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ამ გადაცემას. დღევანდელს გამეორდება YouTube-ზეც დაიდება და შემდგომ უკვე ხვალდილით ასევე ტელეიმედში შევხვდებით, შემდეგ უკვე 10-20 წუთზე დილით რადიო იმედში, შემდეგ დილით 10 საათზე იცით თქვენ პოსტივიში, ასევე ხუთშაბათს ხვდებით პოსტივიში და რუსთავი 2-ში იქნება ცვლილებები. თუ მე პარასკევს გამოდიოდი დილის გადაცემაში, ამიერიდან უკვე გამოვალ შუადღის გადაცემაში, სადღაც აი 1-დან 2-მდე დაახლოებით ამ დროის მონაკვეთში. ნუ რადიო ფორტუნა ტრადიციულად დღეში სამჯერ მოგაზრდით ინფორმაციას ჩემს ვერმოწოდებულს და იქნებით ამ ინფორმაციით, ასტროლოგიური ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. მე კიდევ ერთხელ მინდა მივლოცო მანდილოსნებს 3 და 8 მარტის მშვენიერი დღეები და ყოველივე კარგი გისურვოთ და ასევე გთხოვოთ რომ 3 მარტი მთვარის დაბნელება, ასევე ხვალინდელი დღე ორშაბათი ცოტა ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. მაშინ ვიქნებით უფრო წარმატებულები და უფრო ბედნიერები. ამას გისურვებთ სწორედ თითოეულ თქვენთაგანს და ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.